მშობლის კუთხით რო შევხედოთ, რას აძლევს შვილებს ბებია ბაბუასთან გაზრდა? ბებია ბაბუასთან გაზრდა ალბათ რა მშობლებისგან განსხვავებით, რომელსაც ყოველთვის დროის დეფიციტი აქვს, ბებია ბაბუას უფრო მეტი დრო აქვს. მე ასე მახსოვს და მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. შესაბამისად, ხო. ეს რაღაცა ისეთი პოზიტიური ემოციების მეტი ნაწილი გამოდის და რაღაცნაირად მით უმეტეს როცა ასაკში არის ბებია ბაბუა თავის ფუნქციას ასე ვთქვათ, თავის სოციალურ როლს ძალიან ხშირად ხედავს ხოლმე ამ პატარა შვილიშვილების ფორმირების პროცესში და აი ის რაზეც მაგალითად ბებია ბაბუა ელაპარაკება ბავშვს და ეს აბსოლუტურად რელევანტურია თავისი ვთქვათ ძველი ამბებიდან გამომდინარე. მშობელი იგივე როლში შედარებით ნაკლებ ეფექტურია, იმიტომ რომ მშობელი და ბავშვი მაინც ერთი მეტნაკლებად ორი თაობის წარმომადგენელია, მაგრამ კიდევ უფრო შორეულია და ის ფასეულობები და ეს ინფორმაციები, რომელსაც ვთქვათ აწვდის შეუძლია მიაწოდოს ბებიამ ბაბუამ შვილიშვილს სხვა განზომილებიდან არის უფრო სხვა ფასეულობებით დატვირთული და სხვა ვექტორით დანახული რეალობა და ის სივრცე, სადაც შესაბამისად უფრო მრავალფეროვანია და საინტერესოც კი. და როგორ უყვართ ბავშვებს ბებია ბაბუასთან წასვლა? ყველაფრის უფლება აქვს. ხო, აი ახლა ჩემი შვილი ერთი სული აქვს, როდის წავს სურამში, სხვანაირად ლაღია. და შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია შენ შვილებს და გოგი ბაბუს. ეგ ცალკე თემაა. აი მაგ შეხვედრისთვის მიყვარს ხოლმე მარტო სურამში წასვლა. ხო, იმიტომ რომ ეს არის აი ბებია ბაბუის ცხოვრებაში ეს არის რაღაც ახალი დამატებითი მოვლენა, ძალიან მაგარი, ძალიან ლამაზი და აი რეალიზაციის კიდე ერთი მექანიზმი, რომ ეს თავის დაგროვილი სიყვარული ახლა 50 წლის შვილს ვეღარ მოეფერები ისე, ხო? რაღაცნაირად ანუ ჭირდება ადამიანს, რომ ეს პოზიტიური ემოციები ვიღაცაზე გადაიტანო და გამოხატო და არ გაგიიბის, არ გეუბნება არ მცალია ახლა რა დროს ეს არის და ესე შემდეგ.